იმერეთის რეგიონიდან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეები ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნებს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უპრეცედენტო მულტისპორტულ პროექტში, რომელსაც 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს, იმერეთის სრული შემადგენლობით სპორტის 17-ვე სახეობაში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავარი პრიზისთვის 12 რეგიონის ნაკრები იბრძოლებს. 12 რეგიონი იღებს მონაწილეობას, ალბათ ერთ-ერთი იქნება იმერეთი იქნება, რომელიც იბრძოლებს საუკეთესო შედეგებისთვის. და იმედია რომ ეს ორგანიზება შემდგომში მე დამკვიდრდება, ჩავატარებ და მიეცემა რეგულარული ხასიათი. ნახეთ რომ გუნდები აქტიურად ემზადებიან ფესტივალის ფინალური ტურნირისთვის და ასევე ჯერა რომ იმერეთი ძალიან მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს. ამ ოლიმპიადამ ძალიან ბევრი მეგობარი შეგვიძინა, ძალიან კარგია იმით რომ დიდ სპორტში ადგილი დავიღვიძოთ. წინასწარ არავინ არ ვიცით არაფერი, მაგრამ ვცდილობთ რომ გუნდურობით და ტექნიკის გაუმჯობესებით მივაღწიოთ შედეგებს. ნაკრები გუნდების მზადების შესახებ დაინტერესდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საორგანიზაციო კომიტეტი და მათ ჩამოსვლა მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სპორტსმენებისათვის. საერთოდ დიდი სპორტსმენები პერიფერიებში, სოფლებში იბადებიან.